მოგესალმებით, თქვენ უყურებთ შინაურულს, ყველაზე მარტივ რეცეპტების არხს YouTube-ზე. დღეს მოგიტანეთ სამარხო პიცა. როგორც ყოველთვის, რეცეპტი არის მარტივი და სწრაფი და რაც მთავარია, მარხვაში ძალიან გამოგადგებად. პირველ რიგში მომზადოთ ცომი. 300 მლ თბილ წყალში ჩავამატოთ 1 ჩაის კოვზი მარილი და 1 ჩაის კოვზი საფუარი. შემდეგ ჩავამატოთ 500 გრამი ფქვილი და მოვზილოთ ცომი. აუცილებლად ცომისთვის ფქვილი გვჭირდება ძალიან კარგი ხარისხის. ცომის მოზელვის პერიოდში ბოლოში ვამატებთ 2 სუფრისკოს ზეთს და კარგად შევაზელთ. შემდეგ დავდგათ თბილ ადგილას. როცა ამოფულდება, დავიწყოთ პიცის მომზადება. სასურველის ზომის ცომი გადავიტანოთ საცხო ფირფიტაზე და შემდეგ ზეთიანი ხელით ცომი გავაბრტყელოთ. ზემოდან დავასხათ ტომატის соуსი პიცისთვის ან კეჩუპი, რომლის რეცეპტებიც ასევე არის შინაურულის არხზე ალბომში კონსერვები. შემდეგ კი ზემოდან მოვაყაროთ სოკო. სოკო შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ნედლი, ისე კონსერვირებული. მე გამოვიყენე კონსერვირებული სოკო. ხოლო სოკოზე ზემოდან მოვაყაროთ სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა. ბულგარული წიწაკის შემდეგ ზემოდან დავადოთ დაჭრილი პომიდორი. და ასევე შეგიძლიათ მოაყაროთ დაჭრილი მჟავე კიტრი. რა თქმა უნდა, თქვენი სურვილისამებრ. და ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი. ზემოდან მოვაყაროთ მარილი და ორეგანო. ბოლო აკორდად სამარხო პიცას სჭირდება დაჭრილი ზეთის ხილი და შეგიძლიათ სურვილისამებრ მოასხათ სამარხო მაიონეზიც. რა თქმა უნდა, სამარხო პიცის შემთხვევაში ინგრედიენტები თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, თუმცა ამ ინგრედიენტებით განსაკუთრებულად გემრიელი პიცა გამოდის. მომზადებული პიცა შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში 250 გრადუსზე და შევწვათ გვერდების შეწითლებამდე. უგემრიელესი და უსწრაფესი სამარხო პიცა მზად არის მისართმევად. შინაურულზე არის სამარხო რეცეპტების სპეციალური ალბომი, სადაც უამრავი მარტივი და სწრაფი რეცეპტია. დღეს ამით გემშვიდობებით. მადლობა რომ გიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.